გამარჯობათ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ჩანელზე საქართველოს ოქროს ძიუდო. ამ ვიდეოში თქვენ იხილავთ ირაკლი ბეროშვილის ასპარეზობას თბილისი გრანდ სლამზე 20-25 წლის სულ რაღაც 2 კვირის წინ ჩატარდა, მაგრამ ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ჩვენი ქართველი ძუდოისტების ასპარეზობის მოკლე ვერსიის ჩვენებას და ეს პირველი ვიდეო იქნება, რომელშიც შევეცდები ასევე მოკლე კომენტარები დავრთო, ასე ვთქვათ, განვიხილოთ. სულ ცოტათი ისე რომ არ შეგაწუხოთ, ასე ვთქვათ. პირველი მისი ასპარეზობა დაიწყო 32 რაუნდიდან, ვიდეოში ვხედავთ. მიიღო ვაზარი. პირველი მისი ოპონენტი იყო აურელიონ ბენფერონი. შვეიცარიელი ძუდოისტი. ფაქტიურად ეს ერთადერთი ქულა იყო მათ ასპარეზობაში. 9 წამია დარჩენილი დასრულებამდე. ძალიან საინტერესო შეხვედრები ჩაატარა ირაკლიმ. სამწუხაროდ ნახევარფინალში გასვლისას არ გაუმართლა. შეხვდა ალბაირაკი, იმ ბრძოლას დაუბრუნდებით და მერე განვიხილავთ. მე-16 ფინალში ირაკლი ბეროშვილს შეხვდა ოპონენტად სუხრობ ტურსუნოვი, უზბეკი ძუდოისტი. კარგი ძუდოისტია საკმაოდ. თუმცა ორი ლამაზი გდება აჩვენა ამ ჭიდაობაში ირაკლიმ. პირველი შიდო ორივე მოჭიდავეს. აქ თავიდან მომეჩვენა მე რომ საჭმლა მიეცა იუკო, გამიკვირდა რომ არ მისცა. სადავო მომენტია. თქვენ რას ფიქრობთ ამ მომენტზე დაწერეთ კომენტარებში. მე ვფიქრობ იუკოს მიცემა ღირდა, თუმცა მსაჯმა დატოვა ქულის გარეშე. მცდელობა ტურსუნოვისგან არაფერი გამოუვიდა. და აი პირველი ქულა იუკო შვენიურად მოახერხა იუკოზე დაგდება ოპონენტის ირაკლი ბეროშვილმა. მეორე იუკო მეგობრებო. შესანიშნავი ჭიდაობა გვაჩვენა ირაკლიმ ამ შეხვედრაში. საკმაოდ რთული იყო, ეხლა ყველა ეპიზოდი რა თქმა უნდა არ დავტოვებ. საკმაოდ რთული და დამღლელი ჭიდაობა იყო, შეხვედრა იყო ირაკლისთვის. ბევრი მცდელობები ჰქონდა ტურსუნოვს, ბევრი მცდელობები ჰქონდა ირაკლის, მაგრამ ორი ქულის დადება მაინც შეძლო ირაკლი ბეროშვილმა. გადავიდა ირაკლი მე-4 ფინალში. ოპონენტად მას შეხვდა ოიონჩუმეგ შინებაიარ, მონღოლელი სპორტსმენი, მონღოლელი ძუდოისტი. თითქმის ყველა შიდო გამოყენებული იყო შეხვედრაში და მხოლოდ ერთი ქულა იუკომ შეძლო მოეპოვებინა ირაკლი ბეროშვილს. რაც მან შეძლო, თქმა უნდა.
ლამაზი მცდელობა, თუმცა მოახერხა ოიუნჩი მეგმა, რომ აერიდებინა თავიდან. მაჯაზე ჩავლება აიღო ირაკლიმ. ჭიდაობა გადავიდა პარტერში, თუმცა მსაჯმა ააყენა, რა თქმა უნდა. ზოგადად ამ ტურნირზე ირაკლის სულ ესეთი ჭიდაობა, სულ ესეთი ოპონენტების ბრალია თუ თავად დაიღალა, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მაგრამ სულ დიდი წინააღმდეგობით, ბევრი მცდელობებით, უამრავი მცდელობებით მოიპოვა მესამე ადგილის ბრინჯაო. ისთვისაც უფრო მე ვფიქრობ, ორმაგად უნდა დავაფასოთ ეს მოჭიდავა, იმიტომ რომ ნამდვილად რთული გზა გაიარა. ძალიან სამწუხარო იყო, რომ წააგო ფინალში გასასვლელი. ამ მომენტში შიდო მიიღო ირაკლი ბეროშვილმა. ცდილობს მონღოლი ძუდოისტი, მაგრამ ირაკლი არ დათმობს, რა თქმა უნდა. იგებს ერთი იუკოთი და გამარჯვებულია ირაკლი ბეროშვილი. სწორედ ამ შეხვედრაზე ვსაუბრობდი, რომ არ მომეცა საშუალება, რომ მეთქვა ორიოდი სიტყვა. ირაკლი ბეროშვილი ვედად ალბაირაკ. ფინალში გასასვლელი შეხვედრა. ძალიან რთული შეხვედრა იყო ესეც, როგორც უკვე აღნიშნე. ყველა ხუთივე შეხვედრა თბილისი გრანდ სლამზე ირაკლი ბეროშვილისთვის საშინად რთული აღმოჩნდა. ანუ არ გულისხმობ, რომ მას გაუჭირდა, მე ვგულისხმობ, რომ აქვს ესე დაჯდა კარტები, როგორღაც, რომ მეტოქეები არ აძლევდნენ საშუალებას გაეხორციელებინა, დაესრულებინა მოქმედება და მიეღო ქულა. თავად მეტოქები ბევრს აქტიურობდნენ და ხშირად უწევდა დაცვით მუშაობა. ფიქრობ, მაინც ყველაფერმა ერთად იმოქმედა და უწია, ფაქტიურად ყოველი შეხვედრა მოუწია ბოლო ძალებით მოეპოვებინა ქულა და მოეპოვებინა გამარჯვება. დასრულდა შეხვედრა. ვადად ალბაირაკმა გაიმარჯვა. ირაკლიმ კი განაგრძო ასპარეზობა მესამე ადგილისათვის. ოპონენტად მას შეხვდა ფრენსის გატიერ დრეპეუ, კანადელი ძუდოისტია მონრეალიდან. როგორც წინა 4, ესევე მეხუთე შეხვედრაც რთული აღმოჩნდა, რადგან ქულის მოპოვება მოხერხდა მხოლოდ გოლდენ სკორში. 4 შიდო, 2 შიდო ირაკლი მიიღო, 2 შიდო ფრენსისმა. მე პირველი შიდოები ვნახეთ. დაიღალა უკვე ირაკლი, მაგრამ გვესმის 4-ვე, ხო ვამბობ და ვიმეორებ კიდევ ერთხელ 4-ვე შეხვედრა ძალიან რთული ჰქონდა. ორივე
მოჭიდავეს აძლევს შიდოს მეორე გაფრთხილებებს. მეგობრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ესეთი არაჩვეულებრივი უბრალოდ არ მეჯერა რომ ესეთი აქტიურობას გამოიჩენდით. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისათვის თქვენგან. ეს ახალი ჩანელია. ერთი თვეა სულ რაც შევქმნით და მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესებაზე და უკეთ როგორ მოგაწოდოთ ჩვენი საყვარელი სპორტი, სულ მაგაზე ვფიქრობ და გავაუმჯობესებთ აუცილებლად. ამ მომენტში ვხედავთ იუკო მოიპოვა ირაკლიმ Golden Score-ში და დაიკავა მესამე ადგილი. გილოცავთ ბრინჯაოს მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობათ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვილაიქეთ ვიდეო, დიდი მადლობელები დავრჩებით და შევხვდებით უკვე ევროპის ჩემპიონატზე. ნახვამდის.